დილონ მშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 2025 წლის 9-11 მაისს საგამოფენო კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. უფრო დეტალურად გამოფენის შესახებ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. დილის რადიო სტუმრები არიან ოსმან ჩალიშგან-მჟავანაძე, საგამოფენო კომპანია ექსპო ბათუმის დირექტორი და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე და მაგდა პაქსაძე ექსპო ბათუმის ივენთ მენეჯერი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც წლების განმავლობაში იმართება ჩვენს ქალაქში და ადამიანები უკვე ელიან ამ გამოფენას, როგორია წლევანდელი პროგრამა. ერთგვარად კალენდარში მოხდა, რომ ექსპოს ელოდებიან ყოველ წელს და რა იქნება, რით იქნება საინტერესო ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დამთვალიერებლის კუთხით მიდიან, ჩვენი სახით მაგალითად და არა მხოლოდ კონკრეტული ინტერესებისთვის. და ამ გამოფენების მიზანზე საუბრით დავიწყოთ და მერე წლევანდელ გამოფენასაც. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ სპეციალისტებს, რომელსაც ახლა ჩვენ გისმენენ. ძალიან დიდი პატივია. მართლა ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა იქნება და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. შარშანდელზე უფრო მეტი ყავს მონაწილე კომპანიები. შარშან მქონდა ჩვენ 60-მდე კომპანია, ახლა 90 კომპანია არის. 6 ქვეყანა მონაწილეობს და ამის გარდა გვაქვს ახალი ინოვაციები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოფენები ერთ სივრცეში კომპანიები ერთმანეთს ხდებიან და ტუროპერატორები, ტურისტის აგენტები აკეთებენ მოლაპარაკებებს და სად შეიძლება რომ დაისვენოთ თქვა ვიზიტორი და რომ ეს კომპანია თავაზობს გამოფენის ფარგლებში. რა შეეხება გამოფენის ფარგლებში ჩვენ კიდევ გვაქვს B2B შეხვედრები იქნება. ჩვენი ქართული ტურისტული სააგენტოები და უცხოელი სააგენტოები ერთმანეთს შეხდებიან და დაელაპარაკებენ მომავალი გეგმებზე. აგრეთვე მე შემიძლია თქვა, რომ მართლა ძალიან კარგი გამოფენა ეს სხვა კიდევ მეორე ჩვენ შიდა ტურიზმის ფარგლებში ჩვენ გამოფენაზე გვყავს კახეთიდან შიდა ქართლიდან, ახალციხიდან, ზესტაფონიდან, გორიდან, ქუთაისიდან, წყალტბოდან ყავს კომპანიები. ან შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თან არა მარტო ჩვენ რეგიონს ვასწავლეთ ჩამოსulis ტურისტებს, არა მარტო ჩვენ მთელი საქართველო იქნება ამ გამოფენაზე, წარმოდგენილი გამოფენაზე და ყველას შეუძლია რომ ნახოს ეს ჩვენი ლამაზი კუთხე საქართველოს ჩვენ გამოფენაზე. საერთაშორისო გამოცდილებაც ვთქვით და კომპანიები საერთაშორისო ბაზრიდან წელს რამდენი კომპანია იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად იზრდება ეს წლიდან წლამდე ინტერესი ხო? ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია თქვა რომ ჩვენ საქართველოს თავრობა, აჭარის თავრობას, ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ადმინისტრაცია სამიზნე ქვეყნებთან რომ მუშაობს, ეს ერთმანეთს ჩვენს ხელს გიწყობს რომ ამ გამოფენებზე უფრო მეტი მოთხოვნა რო იყოს თელი სოფლიდან. როგორც გითხარით 6 ქვეყანა მონაწილეობს, 2 ევროპის ქვეყანა არის და 90-მდე იქნება ჩვენ ჯამში 60 სტენდი გვაქვს, მაგრამ სტენდებზე იქნება ჯამში 90 კომპანია. და ჩვენ ამ გამოფენაზე შარშანზე უფრო მეტი ვიზიტორები მოდიან და ტუროპერატორები, რომელიც მოლაპარაკება იქნება ერთმანეთს შორის და თან პირველად ვაკეთებთ B2B შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენებზე ერთ-ერთი ის არის, რომ B2B შეხვედრა ძალიან კარგი, რომ შემდეგ მესამე დღეს უკვე შედეგი იქნება და რა ვისთან ხელშეკრულება გააფორმა და ასე შემდეგ. და მაგდა, როგორია თემატიკა იმ სტენდებისა, რომლებიც გამოფენაზე წელს იქნება წარმოდგენილი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც ბატონმა ოსმანმა აღნიშნა, წელს გამოფენა მრავალფეროვანია. მონაწილეობს სასტუმროები, რესტორნები, ტურსააგენტოები. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა რეგიონი აქტიურად არის ჩართული და ახლოდან შეგვეძლება გავეცნოთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და რა თქმა უნდა კულინარიას. ასე რომ თქვა ძალიან გემრიელი გამოფენა გამოდის, იმიტომ რომ ადგილზე შეგიძლიათ მოვბრძანდეთ და დააგემოვნოთ
თითქმის ყველა კუთხის კერძი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კი ჩვენ ვიცით რომ ეს კერძები გვაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადავიწყებული გვაქვს და ძალიან სასიხარულოა რომ ერთ სივრცეში შესაძლებლობა გვექნება თითქმის ჩვენი ქვეყნის ყველა კერძის დეგუსტაცია შევძლოთ. ასევე თითქმის შავი ზღვისპირეთის ყველა რეგიონია ჩართული ჩვენს გამოფენაში და უცხოური კერძების დაგემოვნების საშუალებაც იქნება და 3 დღის განმავლობაში იგეგმება ასევე სხვადასხვა სახის მასტერკლასები, რომელშიც ჩვენს ვიზიტორებს ჩართულობა შეეძლებათ და როგორც ყოველთვის ჩვენი გამოფენა არის უფასო. ველოდებით თითოეულ დაინტერესებულ პირს და იმედი მაქვს სამ დაუვიწყარ დღეს ვაჩოქებთ თქვენს. სიურპრიზები რომ იქნება ვიცით, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა გამოფენას ახლავს, ყოველთვის თქვენი გუნდი ისე მუშაობს, რომ ეს კომპონენტები ყოველთვის არის მრავალფეროვნების, მაგრამ ამას არ კითხავთ ახლა რა სიურპრიზია თავისთავად, მაგრამ სიურპრიზად დავტოვოთ, მაგრამ რა აქტივობები იქნება, რაღაცა შეგვიძლია მაინც რა თქვა. იქნება ხეზერეწვის მასტერკლასი, თიხის მასტერკლასი, გვექნება ასევე ჩურჩხელის სამოვლების მასტერკლასი, სხვადასხვა აქტივობები აქვს დაგეგმილი ქარგვის მასტერკლასიც იქნება ასევე და სიურპრიზებს რაც შეეხება უკვე გამოფენის ოფიციალური დახურვის ცერემონიასთან ერთად იქნება ძალიან ბევრი გათამაშება და თითოეულ ადამიანს ვინც გვეწევა გამოფენაზე საშუალება ექნება მოიგონ ძალიან კარგი პრიზები, ასე რომ აუცილებლად უნდა გვეწევა. სად გაიმართება, რომელ საათზე, რამდენი დღის განმავლობაში ეს ყველაფერი? გამოფენა ხვალ 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება სასტუმრო შერატონ ბათუმში და 3 დღის განმავლობაში ველოდებით 10-დან 6 საათამდე დამთვალიერებლებს. ბატონოსმა თქვენ მოლოდინი როგორია? ყოველთვის ყველა ასეთ ღონისძიებას მასშტაბურს, რომელსაც სათავეში უდგახართ, ჩვეულებრივი ამბავია, რომ უდგას ღელვარება წინ და აი როგორია ახლა მოლოდინი? პირველ რიგში რა თქმა უნდა ამას დიდი შრომა ჭირდება და მხარდაჭერა ჭირდება მართლა ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა აჭარის მთავრობისგან, ტურიზმის დეპარტამენტისგან და ჩვენი აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოებიდან. და მე მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ წელს გვაქვს ეს სურპრიზი არის, ხვალ ნახავთ ფოიეში, შერატონში განსხვავებული ტურიზმის სტენდი იქნება. და ჩვენ ისიც რომ ჩვენი მოკლე გვაქვს ჩვენ სეზონი და გვინდა რომ 4 სეზონზე იმუშაოს ჩვენი რეგიონზე, ჩვენი საქართველოს ტურისტები შემოვიდეს და 4 თემატიკა იქნება ამ გამოფენაზე და ძალიან განსხვავებული კუთხე იქნება და მე ფიქრობ რომ უფრო მეტი რომ ვიზიტორი შემოვიდეს საქართველოში, ერთ-ერთი ტურისტებად რომელიც ახლა აშენებს, უკვე თითქმის ამთავრებს, ძალიან კარგი გამოფენა გამოვაფიქროთ. ლოდინები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმები და მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, რომ მართლა ჩვენ ახალი თაობა, ახალი მოვალთაობა, ახალგაზრდა ეკუთვნის და ძალიან კარგი თაობა მოდის და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მაგნისთვის, რომ უფრო წინ დავიდეთ ჩვენი საქართველო. წარმატებებს გისურვებთ ამ კეთილ საქმეში. 2025 წლის 9-11 მაისს საგამოფენო კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ ოსმან ჩალიშკან მჟავანაძე, საგამოფენო კომპანია ექსპო ბათუმის დირექტორი და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე და მაგდა პაქსაძე, ექსპო ბათუმის ივენთ მენეჯერი. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. ხვალ 11 საათზე გაიხსნება ეს გამოფენა. წარმატებებს გისურვებთ.